გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები. ხოლო მან პასუხად უთხრა მათ. ხედავთ ყოველივე ამას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს. Everyone will be thrown down. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს. გითხარი, They said, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთის სოფლის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესო მათ პასუხად. გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ქრისტე ვარ და მრავალს შეაცდენთ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს შობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მაშინ სტუნდებიან ბევრნი. ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი მეორეს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რა კი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. ბოლომდის დამთმენი გადარჩება. ეკადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს წმინდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, წამკითხველმა გაიგოს. მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურა. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წამოსაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ზე ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ ვინმემ რომ გითხრათ, აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდნენ თუ კი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გითხრან, აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ.
აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. სადაც ლეშია, იქ ორბების გროვდებია. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს. ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს 4-ვე ქართაგან, ცათა კიდეთაგან, მათ კიდეებამდე. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი. როცა მისი რტუები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცადა დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. Heaven and earth will pass away, but my words will never pass away. მაგრამ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის. არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღუნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობაში შევიდოდა. და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა მოვიდოდა და ყველას წალეკავდა, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან ყანაში. ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით. ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ. სახლის პატრონმა რომ იცოდეს რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძეკაცისა. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის, იგვიანებსო ჩემი ბატონი და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ჭამს და სვამს ლოთებთან, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენი. მაშინ სათასასუფეველი დაემსგავსება 10 ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 5 მათგანი უგუნური იყო და 5 გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. მეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეცინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი. აჰა, მეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება. გონივრებმა კი მიუგეს პასუხად: არც ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა მეფე. გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. The virgins who were ready went in with him to the wedding banquet, and the door was shut.
შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულების და თქვეს: უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ. ოდა იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი როდის მოვა კაცისზე. Therefore keep watch, because you do not know the day or the hour. Again. ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და სხვას 1. თითოეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა. Then he went on his journey. 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა 5 მოიგო. ასევე 2-ის მიმღებმაც 2 კიდევ სხვა მოიგო. ხოლო რომელმაც 1 მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. Dug a hole in the ground and hid his master's money. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და მათ ანგარიში მოჰკითხა. მივიდა 5 ტალანტის მიმღები, სხვა 5 ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, 5 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა 5 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა 2 ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, 2 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა 2 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ისიც, რომელმაც 1 ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ. იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებ სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს. მიუგო მისმა ბატონმა მას პასუხად: ბოროტო და ზარმაცო მონავ, შენ იცოდი რომ ვიმკი სადაც არ დამითესავს და ვკრებ სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსა სარგებლი თურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. Whoever does not have even what he has will be taken from him. And throw that worth. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში, იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა. ხოლო როცა მოვა კაცის ზე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. He will sit on his throne in heavenly glory. All the nations will be gathered. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთი მეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაემკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. The kingdom prepared for you since the creation of the world. For I was hungry. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, წყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ. I was thirsty and you gave me something to drink. I was a stranger and you invited me in. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომაკითხეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. And you came to visit me.
მაშინ მართლები ეტყვიან მას პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ, ამ წყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ, ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. You did for me. Then he will მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: depart from me. წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. Prepared for the devil and his angels. For I was hungry. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, წყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ. Needed clothes and you did not clothe me. I was sick and in prison. And you did not look after me. მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ამ წყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? Prison and did not help you. He will reply. მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგან, For one of the least of these. You did not. არც მე გამიკეთეთ. Then they will go away. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში.